პირველი ქართველი მოდელიც იყავით. კი. გაიხსენეთ ეს პერიოდი როგორ უყურებდნენ ამას, იმიტომ რომ ახალი ხილი იყო მოდელობა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან ცუდად უყურებდნენ რაღა დაგიმალოთ, რაღა. იცით რა იყო, ხიპები ვიყავით, მუსიკოსები ვიყავით, აი მე კვაშალი, გია ეძგვერაძე და მამუკა დუმბაძე, ჯეჯილი იყო, ეგეთი ანსამბლი ქონდა, მოულილი გვაქვს მთელი საქართველო. თქვენ რაზე უკრავდით? მე დასარტყამზე. მარჯანიშვილის თეატრის სახელით ეს დეეჩემის ინიციატივა იყო, რომ ქუჩაში არ გვებოდიალა და ქვეშ ყოფილიყავით. ყურადღების ქვეშ და ესეთი ოფიციალური სერიოზული გრუპა ვიყავით, ამაყობდა ოჯახიც, ძალიან სასიამოვნო. ანუ ეს იყო პირველი ჰონორარი, რაც ამ ჯგუფის პერიოდში. არა, დაიყო მარჯანიშვილის თეატრში იყო ჩვენება. და მე ვიყავი რაღაც ჯინსები მეცვა ზედა ქვედა, მაშინ არ შეიძლებოდა ეს ჯინსები და დამიძახეს მოდელების სახში. რამოდენიმე წელი მუშაობდი, დავდიოდით საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა ეს მოდელების ისა და წარმოიდგინეთ რა გოგოშკებში მქონდა საქმე და ამ ხრივ გადასარევი ვიყო და კომპლექსი ხო არ ქონდათ, მაინც ქუჩასთან ახლოს იყავი და პოდიუმზე გავლა, მაინც კარგად ვერ აღიქვამე. ხონდა კი. ამის გამო ჩხუბი მოგსვლიათ, რომ ვიღაც უთქვამს, რომ რა დროს მოდელობა, რა უნდა კაცო. იყო რაღაც იყო, კონფლიქტები იყო კი. ნუ ქალებში იცვავი, იმათ რა ეგონათ არ ვიცი, რომ ერთად ვიცვავდით, ერთად ვიხდიდით თუ რაღაც. გეკითხებოდნენ? კი, ნუ მეკითხებოდნენ და მეჩხუბებოდნენ ამის გამო.